გახარიამ იმ ტროას ცხენზე არ ვისაუბრებ, რომელიც ეხლა პარლამენტში შებრუნდა. ტროას ცხენი ქართული ოცნებისა ეს იყო გახარიას პარტია ოპოზიციაში. რა გავაკეთეთ ჩვენ და რა გააკეთა გახარიას პარტია? ჩვენ პირველი აი ეს გასული დეპუტატები ჩვენ დავწერეთ განცხადება და პარლამენტიდან გავედით და მეორე ის ხალხი რომელიც ყავდა სიაში იმ ხალხსაც არ შეუძლია შესვლა, არ შეეძლო, იმიტომ რომ სია ჩავხსენით. მაგრამ იგივე არ გააკეთა გახარიამ თავიდანვე. რა გააკეთა მან? პირველ რიგში. მან ჯერ ეს ერთი თვითონაც დეპუტატები არ გაიყვანა, არამედ ადგა და უბრალოდ გამოაცხადა ბოიკოტი, უბრალოდ არ დადიოდა სხდომებზე, ხო? და ამით შეინარჩუნა დაფინანსება თვეების განმავლობაში, მილიონობით ლარს იღებდა აგვისტომდე, თვეების განმავლობაში და მერე ის ქვედა სიაც გასულებისა, ხო, რომელიც ვერ გავიდა უпростоრად, სიაც არ ჩახსნა. მას სია აქვს მოქმედი. ამიტომ, როდესაც ოცნება მას აგვისტოში მიადგა, როგორც მე ვამბობდი, რომ მიადგებოდა აუცილებლად, იმიტომ რომ მან მოხდა გარიგება და როდესაც ის კომისიაზე მივიდა და მე არ მივიდა და მე გადაუადეს და მე იქ აღმოჩნდა გერმანიაში, მაშინ მას ის პირველი 12 კაცის სია გააუქმეს, იმიტომ რომ ისინი სხდომებზე არ დადიოდნენ. პრინციპულად კი არ იყვნენ იმაში, რა ქვია, გაფიცვაში და გადააგდეს ეს მანდატი პრინციპულად და დატოვეს მარტო ქართული ოცნება. სხდომებზე არ დადიოდნენ. ამიტომ რა გააკეთა გახარიამ? მან დაიტოვა